თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ტრადიციულად პირველი არხი არჩევნებამდე საარჩევნო სუბიექტებს საშუალებას აძლევს საქართველოს მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნონ. დღეს 18 საათიანი მოამბის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი საარჩევნო სიის მესამე ნომერი პარტია კონსერვატორების საქართველოსთვის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე იქნება, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. მოგესალმებით ბატონო ზურა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონო ზურა, უკეთ რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რა მიზანი გაქვთ თვითმმართველობის არჩევნებზე და როგორია მოლოდინი? ჩვენი მიზანი არის შემდეგი. ქართული პოლიტიკური რეალობა ეხა არის ცოტა გიჟურ რეჟიმში, არაჯანსაღ რეჟიმში და ჩვენ გვინდა რომ აი ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ 13 წლის მანძილზე ერთი და იგივე წრეზე რო ტრიალებს და ცადოთ რომ რაღაცა განსხვავებული შევთავაზოთ ამ მომრჩეველს. 13 წელია მართველი პარტია ყოველი არჩევნების წინ ქმნის სურათს რომ არიქა ნაცები ბრუნდებიან. და ხალხიც ამით შეშინებული მერე მიდის და ისე 51 ხაზავს და ჩვენ გონია რომ არაფერი ეგეთი საფრთხე არ არის, არაფერი გადატრიალება არ ხდება. ხაბეიშვილის გადატრიალებული არ გაიშვა და მოდი კონცენტრირდეთ ისეთ საკითხებზე, რაც მართლა ამ თვითმმართველობის მუნიციპალიტეტების საჭიროებებს წარმოადგენს და სანამ ქართული პოლიტიკა არ გადავა აი ამ მუდმივი რევოლუციის, მუდმივი კონტრრევოლუციის რეჟიმიდან მართლა ადგილზე ხალხს რაც აწუხებს მაგის გარჩევაზე, მაგ თემების გარშემო სხვადასხვა პოლიტიკური ძალების იდეების ჭიდილზე რო აი დაუშვათ თბილისში ვიყრი მეკენს, ხო? თბილისისთვის უკეთესი რა არის, მაგაზე უნდა მიდიოდეს ახლა კამათი და არა იმაზე ხაბეიშვილი ან ლელო დაამხობს თუ არა ოცნებას და ოცნება მაგას გააჩერებს თუ არა. ყველამ ვიცით რომ ეგ არის ფარსი, ეგ არ ხდება და მაგითი ხდება იმ თემების დაბლოკვა, რაც რეალურად მნიშვნელოვანი არის. ვერ ხერხდება ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის და დიალოგის წარმოება და ვიღაცამ მაგაზე უარი უნდა თქვას. ჩვენი ამოცანა ეგ არის. თქვენ თქვით ახსენეთ განსხვავებულიო. როგორია გეგმა და რას თავაზობთ განსხვავებულს ამ მომრჩეველს? კი ბატონო, მადლობა კითხვისთვის. პირველი, ჩვენი ხედვა არის რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში და მე ხა თბილისზე ვისაუბრებ, რადგან აქვე ყრეყენს, უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კონტროლის მექანიზმი. ჩვენი ინიციატივა ასეთი არის. რა თქმა უნდა, არის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აპრიორი რაღაცებზე უნდა დაიხარჯოს, მაგაზე ვერაფერს ვერ იზამ, მაგრამ არის კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, ჰუმანიტარული მიმართულებები, რომელზეც ასობით მილიონი იხარჯება. ჩვენი ინიციატივაა, რომ მერიის ბაზაზე უნდა არსებობდეს ონლაინ რესურსი, რომელზეც თბილისში რეგისტრირებული ადამიანი რო შევა, ჩვენ გვაქვს უკვე საქართველოს კანონმდებლობით ეგეთი საშუალება, რომ ელექტრონული ხელმოწერის აპარატი არსებობს და ნებისმიერ ადამიანს პირადობის მოწმობით შეუძლია რომ ელექტრონული ხელმოწერა დააფიქსიროს. ამ მექანიზმით ხმა მიცეს იმ პროექტებს, რომელშიც უნდა რომ მისი ბიუჯეტის ფული დაიხარჯოს. ანუ მაგალითად, თქვენ გინდათ რომ თქვენი ფული სპორტული ღონისძიების დაფინანსებაში დაიხარჯოს თუ გარკვეული დაუშვათ სამედიცინო პროგრამის დაფინანსებაში, ამისი საშუალება უნდა გქონდეთ უშუალოდ თქვენ. ეს ერთი. მეორე, დანგრეული შენობების პრობლემა. ხო, ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისის უბნების უმეტესობაში უნდა გამოცხადდეს მშენებლობაზე მორატორიუმი, გარდა აი ამ ავარიული შენობებისა და კერძო ბიზნესს, სამშენებლო ბიზნესს ჩვენ უნდა უთხრათ, რომ თუ რამის აშენება გინდა, სხვაგან ჩაკეტილია რაღაცა სკვერის მაგივრად კორპუსი ჩავდგათ, ეგ აღარ გამოვა, მაგრამ აი აქ გვაქვს ავარიული შენობები. ცოტა ხნის წინ აგერ ტრაგედია მოხდა, შენობას ფასადი ჩამოეშალა და ადამიანები მოკვდნენ. ხო, ეგეთი შენობების ადგილზე საერთო არქიტექტურული გეგმით ისე არა ეხლა ვისაც რა უნდა იმას რო აშენებს, განახლების პროექტი თუ იქნება, მაშინ გიშვამდგომლებთ თქვენ და მოსახლეობას ავარიული შენობების გამოცვლის, განახლების გარდა სხვა ობიექტებზე რამდენიმე წელი უნდა გამოცხადეს მშენებლობაზე მორატორიუმი. ქალაქის შემოგარენში კი ბატონო. ეს არის რენოვაციის მიმართულებით, რასაც ვთვლით. და მესამე, ეს არის სატრანსპორტო მიმართულება. ჩვენ ვთვლით, რომ აი ეს დაპირებები რაღაც, რომელიც ადრეც იყო და კალაძე ადრეც პირდებოდა, რომ ეგ თბილისი, რუსთავის მიწისზე და მეტრო იქნება და ასე შემდეგ, ეხლაც რო რაღაც ტრამვაის თემებია, არის უფრო კონკრეტული, რაც არის მუნიციპალური უკვე არსებული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ქსელის გაფართოება. ანუ
ავტობუსების ქსელი იქნება დასამატებელია, მეტროპოლიტენის შემადგენლობები არის დასამატებელი, საბაგიროების თემა არის თბილისის გეოგრაფიიდან გამომდინარე დასამატებელი. ანუ მთელი რიგი პროექტებია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ახლა რა სტრატეგიაც აგვაქვს სატრანსპორტო, რომ მოდი პრობლემები შევუქმნათ მძღოლებს იმისთვის, რომ ძალით გადავსვათ მუნიციპალურ ტრანსპორტზე, რაც არ მუშაობს, უბრალოდ პრობლემებს უქმნით ამ ჯარიმებით და პარკირების რთული სისტემით. მოდი ეგ მოხსნათ, ძალით პრობლემები არ შევქმნათ ხალხს, შევამციროთ ეგ ჯარიმები და ისეთი მუნიციპალური ტრანსპორტი შევქმნათ, რომ ადამიანს თვითონ მოუნდეს მისი გამოყენება. ვიცით რომ თბილისში თქვენ იყრით კენჭს მერობაზე, სხვა რომელ ქალაქებზე გააკეთეთ თქვენმა პარტიამ აქცენტი და რა მოლოდინი გაქვთ? ჩვენი ძირითადი ამოცანა ეხლა ამ მომენტში, რადგან ჩვენი პარტიით პირველად ვიყრით კენჭს, არის მარტივი. ჩვენ ძირითადი გათვლა არის საკრებულოებზე. ამიტომ საქართველოს მასშტაბით მე მგონი სულ რამდენიმე მუნიციპალიტეტია, სადაც არ გვყავს წარმომადგენლობა ძირითადად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, დანარჩენი ყველგან ჩვენი პარტიის წარმომადგენლები იყრიან კენჭს საკრებულოში და ჩვენი ამოცანაა, რაც უფრო მეტ ადგილას გავიყვანთ კონსერვატორების წარმომადგენელს მუნიციპალიტეტებში, მით მეტგან გაჩნდება ჩვეულებრივი მოქალაქეების ხმა, რომელიც ილაპარაკებს არა იმაზე, მიშა, ბიძინა, ქოცები, ნაცები, ილაპარაკებს ადგილზე ხალხს რა უჭირს და როგორ გამოვასწოროთ. ამიტომ იმ ხალხს, რომელსაც მობეზდა, ნაცებისთვის ხმის მიცემა არ უნდა, მაგრამ იმისიც არ ჯერა რომ არიქა ნაცები არ მოbrunდე და ოცნებასთან პრეტენზიები აქვს, რომ დავიღალეთ ამ წრეზე ტრიალით და კონკრეტული რაღაცის გაკეთება მინდა, მაგ ხალხისთვის ჩვენ გვინდა შევქმნათ შესაძლებლობა, ალტერნატივა, რომელშიც ის დარწმუნებული იქნება, რომ არც რევოლუციურ სცენარს არ უჭერს მხარს და არსებული პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ თავისი უკმაყოფილებაც შეუძლია პოლიტიკურად გამოხატოს და ეგ კონკრეტულ პროექტებში დაკონვერტირდეს. საკრებულოებში ადგილები ახსენეთ და თქვენს მთავარ კონკურენტად ვის აღიქვამთ ყველაზე უფრო მეტად? ნებისმიერ პარტიას აქვს თავისი რაღაცა ფოკუს ჯგუფი. გასაგებია, რომ არასდროს ეხა ადამიანი, რომელიც ეხა ფიქრობს ნაცებს მიცეს ხმა თუ გვარამიას, ეგ ჩვენ ხმას არასდროს არ მოგცემს. მაგრამ მე უკვე ჩამოვაყალიბე, ჩვენი პოტენციური ელექტორატი არის ქართული ოცნების ის ამომრჩეველი, რომელიც თავის პარტიაზე განაწყენებულია იმ გულგრილობის, იმ მთელი რიგი ტყუილების გამო, რაც ამ 13 წლის მანძილზე დაგროვდა, რომელსაც ყველა ეგეთი პრეტენზიის მერე პარტია პასუხს ცემს, რომ არიქა რა დროს ეგ არის, ნავს ნუარყევთ, ნაცები არ დაბრუნდეთ, მაგ ხალხისთვის ვამბობთ ჩვენ. დარწმუნებული რო იყო, რომ არც ნაცები არ დაბრუნდებიან და ამ პარტიაზე, რომელსაც ფაქტიურად მძევლად აყვანილი, რომ არიქა 4-ში რამე არ გააკეთონ, ყველა მის რო არაფერს არ გააკეთებენ, მაგ ხალხისთვის ვქმნით ალტერნატივას, კონკრეტული რაღაცეები რო გაწუხებს, დემოგრაფიის თემა იქნება, მასიური მიგრაცია იქნება, არასწორი სახელმწიფო პოლიტიკა მთელ რიგ საკითხებში. მაგ თემაზე შეგიძლია კონსერვატორებს მიცე ხმა, დაზღვეული ხარ იმ საფრთხეებისგან, რის გეშინია და შეგიძლია შენს ამჟამინდელ მთავრობას ეფექტურად მიაწვე იმაზე, რაც შენ განაღლებს. ვინაიდან პირველად იყრით კენჭს, საინტერესოა როგორია თქვენი მოლოდინი და რა შეიძლება ჩაითვალოს წარმატებად. ჩვენ თუ საქართველოში მუნიციპალიტეტების უმეტესობაში ჩვენს წარმომადგენლებს გავიყვანთ საკრებულოებში, ჩვენთვის ეს იქნება ცალსახა წარმატება, ჩვენთვის ეხლა უკვე წარმატება, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ადრე პარტია ორჯერ გაგვიუქმა, ამიტომ თვითონ ის რომ ეს ბარიერი გავარღვიეთ და ამდენი ხანია ნაცებს რო ასრულებენ, ერთადერთი ვინც გააუქმეს რეალურად ჩვენი პარტია იყო, უნიკალური შემთხვევა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, რომ გადავტეხეთ ეგ ბარიერი და უკვე ოფიციალურად შემოვედით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ეხლა ყველაფერი არის წინ, ჩვენ სამუშაო გვაქვს წინ უკვე წლები დაჭირდება იმას, რომ საქართველოში ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა მოხდეს და იდეებზე დებატებით, იდეებზე კამათით დაიბადოს ჯანსაღი ოპოზიცია. ჩვენი პრეტენზიაა, რომ აი ამ 13 წლიანი ჩაკეტილი წრის მერე საქართველოში ჯანსაღი
საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიცია გავაჩინოთ და რაც უფრო მეტი ხალხი მიხვდება, რომ ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა მხოლოდ ეს ეხდება, მით უფრო წინ წავა კონსერვატიული აზრი და კონსერვატიული საქმე საქართველოში. რეგლამენტის მიხედვით ჩვენ გვაქვს 1 წუთი თქვენთვის გამოყოფილი, რათა მიმართოთ მაყურებელს, მაგალითად თუ რატომ უნდა მოგცეთ თქვენ ხმა. პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო. ძალიან დიდი ხანია თქვენ ხართ ძევლები გარემოების და მე მესმის. რატომ გეშინიათ, რატომ ნერვიულობთ? მეც თქვენ აზრზე ვიყავი დიდი ხანი. მაგრამ დროა რომ მიხვდეთ, თქვენ უბრალოდ გიყენებენ. როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გეუბნებათ, რომ ვინც ეხა 4-ში გადატრიალება უნდა გააკეთოს, მაგას ოცნების წარმომადგენელი აფინანსებდა თურმე, უნდა მიხვდე, რომ ეგ ყველაფერი სპექტაკლია. ამიტომ, ნუ გეშინიათ, არანაირი რევოლუცია არ ხდება და იმაზე კონცენტრირდით პირადად თქვენ ოჯახს, თქვენს უბანს, თქვენს ქალაქს და მთლიანად სახელმწიფოს რა ჭირდება. კატასტროფული დემოგრაფიული ვითარება, იმ ეკონომიკური ზრდის არასამართლიანი გადანაწილება, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საკუთარ ტყავზე ვერ გრძნობს. ის მავნებლური კანონები, რომელსაც ახლა ოცნება მათ შორის იღებს და უსამართლობა, რომელიც ხდება. ამაზე უნდა მიაწვე ხელისუფლებას და უნდა გაჩნდეს ნორმალური ოპოზიციური ძალა. და რა მომენტშიც მიხვდებით, რომ შიშის დრო დამთავრდა და ღირებულებებით უნდა აირჩიოთ პარტია და არა იმ ნარატივით, რასაც ყველა მხარე ტრანსლირებს. გინდა ნაცების მხარე რო არ იქა ეხა ყველაფერს ამოატრიალებთ, რაც ოცნების წისქვილზე ასხავს წყალს და არც ოცნების რო არ იქა ჩვენ თუ 100% არ ავიღეთ სამშობლო დაინგრევა. არა, გამოდით მაგ ჩაკეტილი წრიდან საკუთარ თავზე, საკუთარ შვილებზე, საკუთარ ინტერესებზე იფიქრეთ. ეგ არის ჩემი სათქმელი.